დღევანდელ ეპიზოდს ჩვენ მიწერთ ეკო ჩემბერის სტუდიაში. მოგესალმებით, მწარე პოდკასტი, ყველაზე ისტორიული პოდკასტი საქართველოში. შეგახსენებთ, ჩვენი მთავარი პარტნიორი არის TBC. ასევე აღნიშნავ, რომ ეპიზოდის სპონსორია Ambawi Wine, ღვინო, რომელიც ისტორიას მოგვითხრობთ. ეს დღეიდან ეს მეღვინეობა გახდა ჩვენი პოდკასტის პარტნიორი. შესაბამისად, თქვენ ნახავთ ხოლმე ამ ღვინოებს ჩვენი პოდკასტის სხვადასხვა ეპიზოდებში. ასევე მადლობა მინდა უთხრა ჯემს მენელს, რომელიც მას შემდეგ რაც გადავედით სტუდიაში და გაჩნდა ვარიანტი, რომ მწარე პოდკასტი გამხდარიყო სტუდიური პოდკასტი, ძალიან დაგვეხმარნენ, ხარჯი დაგვიდგნენ ფინანსურადაც. და შესაბამისად მინდა კიდევ ერთხელ მადლობა მოვახსენო მათ და აუცილებლად პირდებით რომ შესანიშნავ ეპიზოდებს შემოგთავაზებთ ყველა იმ საინტერესო თემაზე რომელზეც თქვენ გაინტერესებთ რომ ისტორიის საკითხებში მოისმინოთ. დღეს მინდა დავიწყო ერთი ახალი ისტორიული ეპიზოდების სერია, რომელიც იდეაში ადრე გქონდა მსგავსი რამ, ეს იყო რომის ისტორიის სერია. რამდენიმე ეპიზოდი ჩავიწერეთ თავის დროზე, მაგრამ ეს ეპიზოდები იყო მოკლე, იყო ნაკლებად ხარისხიანი ვიდეო გადაღება, შესაბამისად არ დასრულებული არ იყო საბოლოოდ, ამიტომაც გადავწყვიტე რომ გამეახლებინა და ხელახლა გამეკეთებინა ციკლი 4 ეპიზოდისა, რომელშიც ჩვენ დავფარავთ რომის მთელ ისტორიას. დღეს ჩვენ ვიწერთ რამდენიმე ეპიზოდს ერთად, ამას წინასწარ გეტყვით, იმიტომ რომ უკვე დაანონსებული მქონდა ეს. უბრალოდ ჩვენ მე რამდენიმე ეპიზოდად შემოგთავაზებთ ამას და არა ერთბაშად, როგორც საერთოდ ვაკეთებთ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ბევრიც გამოვა ერთბაშად და ამავე დროს მინდა რომ აი გამოვყოთ ცალკეულ პერიოდებად რომის ისტორია, ვინაიდან ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება თითოეულ ამ პერიოდში, რომელზეც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ და თანაც ასევე უპასუხებ სტუდიაში დასმულ შეკითხვებს, რომელიც თითოეული ეპიზოდის ბოლოს იქნება წარმოდგენილი. კარგით, დავიწყოთ მაშინ სულ თავიდან, რომის დაარსებიდან და დღეს ჩვენ უნდა მივყვეთ და ძველი საოცრად 753 წლიდან, რომელიც ითვლება ლეგენდარულ თარიღად რომის დაარსებისა და უნდა მივიდეთ ახალწლეთაღრიცხვის 476 წლამდე, როდესაც დასავლეთ რომის იმპერია დაეცა. შეიძლება ახლა ზოგმა იდაოს ამაზე, შეიძლება რაღაც შენიშვნა კონდეს, რომ აი რომი არ დაცემულა 476 წელს, მაშინ ეს ასე არ იყო აღქმული, ან კონსტანტინოპოლის დაცემა არის რეალურად რომის დაცემა, ან რომის საერთოდაც არ დაცემულა და ეს იდეაა, მაგრამ ჩვენ მოკლედ რომ ვთქვათ, აი რაღაც ქრონოლოგიურ ჩარჩოებში ისტორია ყველა ვარიანტში უნდა მოვაქციოთ, ამიტომაც რომის ისტორიასაც ჭირდება გარკვეულწილად აი ეს რაღაც ჩარჩოებში მოქცევა, იმისთვის რომ განსაზღვროთ მისი ცალკეული პერიოდები და ვისაუბროთ ამაზე. ვინაიდან რომი არის ძალიან ფართო თემა, დაუსრულებელი თემა, შესაბამისად ვეცდები დღეს უბრალოდ რომ რაღაცა ზოგადი მიმოხილვა გავაკეთოთ ჩვენ როგორც რესპუბლიკური პერიოდისა, ისე იმპერიის პერიოდისა. ნაკლები მითები, რასაკვირველია, ვინაიდან რომის დაარსება მითებით არის შებურული და უფრო მეტი ისტორია, ბუნებრივია, უფრო მეტი ანალიზი, უფრო მეტი ეპოქის გარკვეული რეალიების ასახვა და განსხვავებების ძიება, რა თქმა უნდა, თუ როგორ განვითარდა რომის ისტორია დასაწყისი ან ძალიან ადრეული პერიოდიდან, როდესაც მას მეფეები მართავდნენ ლეგენდის მიხედვით, დამთავრებული აი იმ დაცემამდე, რომელიც დიდწილად არის აღქმული გვიან ანტიკური ხანის, ზოგადად ანტიკური ხანის დასასრულად და შუა საუკუნეების დასაწყისად. კარგით, პირველ რიგში რომის დაარსება შევეხოთ. საერთოდ ყველა ანტიკური ქალაქის ისტორია იწყება რაიმე ლეგენდით, თუ როგორ დაარსდა თავის დროზე ეს ქალაქი, ან როგორ მიიღო მან მფარველი ღვთაება და ასე შემდეგ. და რომის ისტორიაც არ არის გამონაკლისი. ხა ყველა მიცის, რა თქმა უნდა, რომ რომი უკავშირდება რომულუსსა და რემუსს, ძმებს, რომლებსაც შემდგომში ააშენეს ეს ქალაქი, საბოლოოდ მე რომულუსმა მოკლა რემუსი და მისი სახელი დაერქვა ქალაქს. რა თქმა უნდა, ხა ამის დამადასტურებელი ჩვენ ისტორიული წყაროები ბუნებრივი არ გაგვაჩნია, ეს არის უბრალოდ ლეგენდარული საფუძველი რომის ისტორიისა და თუმცა გასაკვირი ამაში არაფერი არ არის. ყველა ქალაქის, ძველი ქალაქის ისტორია ყოველთვის რაღაც მსგავსი ლეგენდით იწყება ხოლმე, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ძველი პერიოდი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ. რეალურად კი ეს თარიღი ითვლება ფორმალურად რომის დაარსების თარიღად 753, მაგრამ ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ რომი ყველაზე გვიან მე-7 საუკუნეში არის დაარსებული და არა მე-8 საუკუნეში, ანუ ეს თარიღი დაძველებულია გარკვეულწილად. მიუხედავად ამისა, რომაელებს ის წელთაღრიცხვად ჰქონდათ აღებული თავის დროზე და ცნობილი რომაელი ისტორიკოსის ტიტუს ლივიუსის რომის ისტორიას ზოგჯერ უწოდებენ ხოლმე ზოგადად სახელად ამ ნაწარმოებებს აბ ურბე
ვისკონდიდან, ანუ ქალაქის დაარსებიდან, ვინაიდან ის ყვება აი ამ ნაწარმოებში იმ მთელ ისტორიას, რომის დაარსებიდან თავის ეპოქამდე, ანუ ძველი წელიწადის პირველ საუკუნემდე. შესაბამისად, რომის დაარსებაზე ჩვენ ვცლად და დაზუსტებით ბევრს ვერაფერს ვერ ვიტყვით, უბრალოდ შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ლეგენდის მიხედვით 7 მეფე მართავდა რომს, მეფე ანუ ლათინურად Rex, რომში შემდგომ პერიოდში ყოველთვის ძალიან უარყოფით ტონად ითვლებოდა ხოლმე, რომაელებს არ უყვარდათ ეს წოდება, არ იყენებდნენ ამ წოდებას და როდესაც ვინმე ცდილობდა რომ გამოეყენებინა, ან ვინმესთვის მიეწერებინა ხოლმე ეს წოდება, ანუ მეფის, მონარქის წოდება, რომაელები ძალიან უარყოფითად ხვდებოდნენ ამას. რაც გარკვეულწილად გამოძახილი უნდა იყოს იმისა, რომ რომაელებს ცუდად ახსოვდათ ის პერიოდი, როდესაც ისინი მეფეებისგან იყვნენ მართული. და რატომ ცუდად? იმიტომ რომ ვარაუდობენ უმრავლესობა ისტორიკოსებისა, რომ ეს იყო პერიოდი, როცა რომი დაპყრობილი იყო ეტრუსკების მიერ. ეტრუსკები ძალიან საინტერესო ცივილიზაციაა, რომელიც ჩრდილოეთ იტალიაში ცხოვრობდა და თანაც ძალიან იდუმალი ცივილიზაციაც არის, რომლის კვალი კი ბევრი რამ შემორჩა დღეს, მაგრამ აი ბოლომდე არ არის კიდევ დადგენილი ვინ იყვნენ ზუსტად ეს ეტრუსკები. უამრავი ვერსია არსებობს მათ წარმომავლობაზე. ახლა აქ ბუნებრივი არ დავიწყებ მათი წარმომავლობის შესახებ ვერსიების განხილვას, მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს ძალიან უყვართ ხოლმე მათი დაკავშირება პელაზგებთან, მედიტერანულ ცივილიზაციაში მყოფი ბერებთან და ასე შემდეგ, მაგრამ რადგან ეს საკითხი არ არის ასე გარკვეული, უბრალოდ არსებობს მთელი რიგი ვარაუდების ციკლი, ამიტომაც მე ამას დეტალურად აღარ შევეხები, მაგრამ ვიტყვით იმას, რომ რომაელებს ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინეს ეტრუსკებმა. მათი კვალი დარჩა რომაულ კულტურაში, რელიგიაში, მათ შორის გლადიატორების თამაშები, ამფითეატრები და შემდეგ ეს ყველაფერი არის ეტრუსკული ცივილიზაციის ნაწილი, რომელიც შემდგომში რომაელებმა განავითარეს. სახელწოდებებიც ძალიან ბევრი რაღაცისა, ქალაქებისაც მათ შორის დღემდე ანუ და იტალიაში არის ეტრუსების პერიოდიდან შემორჩენილი. ეტრუსკებს არ ჰქონდათ ერთიანობა, ისინი იყვნენ ცალკეული ქალაქები, როგორც ამ შემთხვევაში იგივე ბერძნების რომ შევადაროთ ამ ხრივ. მაშინდელი იტალიის სურათი, როცა რომი დაარსდა, ეს არის ძველი საერთოს მერვე საუკუნე, ანუ ყველაზე ძველი ამ შემთხვევაში თუ ლეგენდას ვენდობით. როგორ გამოიყურება იტალია? იტალია ზოგადად არის ბერძნებისგან შერქმეული სახელწოდება. იქ ცხოვრობდნენ ჩრდილოეთში ეტრუსკები, მათ ზემოთ კიდევ უფრო თანამედროვე ჩრდილოეთ იტალიაში ცხოვრობდნენ კელტური ტომები, ანუ გალები ამ შემთხვევაში, სამხრეთში ცხოვრობდნენ იტალიკები და ასევე უკიდურეს სამხრეთში და სიცილიაზე ცხოვრობდნენ ბერძნები. ბერძნები იმდენად დიდი რაოდენობით ცხოვრობდნენ იტალიაში და იმდენად ბევრი კოლონია ჰქონდათ, რომ ზოგჯერ ამ ტერიტორიებს უწოდებდნენ ხოლმე მაგნა გრეკიას, ანუ დიდ საბერძნეთს, იმდენად ათვისებული ჰქონდათ ძალიან კარგად ბერძნებს ეს ტერიტორია, მაგრამ არც იქ ჰქონდათ მათ ერთიანობა. როგორც ყოველთვის ბერძნები ყოველთვის იყვნენ ხოლმე ცალკეულ პოლისებად წარმოდგენილები და ბუნებრივია ესეც იწვევდა იმას, რომ შემდგომში როცა რომმა დაიწყო დაწინაურება, მათ წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს ამ ძალიან კარგად ორგანიზებულ მილიტარისტულ სახელმწიფოს, რომელიც თანმიმდევრულად იპყრობდა ხოლმე აი ამ ბერძნულ ქალაქ სახელმწიფოებს და ასევე იმ იტალიკებს, რომლებიც აქ იყვნენ განსახლებულები. საერთოდ რომის ადრეული ისტორია, რომელიც ესეთი ბრუსით არის მოცემული, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღად მაინც ალბათ ავირჩევდით აქ რესპუბლიკის დაარსებას, 509-510 წელი ითვლება ხოლმე დაახლოებით რესპუბლიკის დაარსებად, იმიტომ რომ რომაელებმა საბოლოოდ დაამხეს ეტრუსკი მეფეების მმართველობა და ამის შემდეგ იწყება იქ რესპუბლიკური მმართველობა. პრინციპში ამაში თითქოს ერთი შეხედვით განსაკუთრებული არაფერი არ უნდა ყოფილიყო, ვინაიდან ბერძნული ქალაქებიც უმეტესწილად იმართებოდა ხოლმე ქალაქის საბჭოს, უხუცესთა საბჭოს, ამ შემთხვევაში ან არჩეული სტრატეგოსების და ასე შემდეგ, ანუ ეს არ იყო რაღაც გამონაკლისი შემთხვევა, რომ რომაელებს გამოეგონებინათ ის, რომ მოქალაქეებს ემართათ ქალაქი, აერჩიათ თავიანთი მმართველები გარკვეული ვადით და შემდგომში შეეცვალათ ყოველ წელს ეს მმართველები, მაგრამ რომაული სისტემა დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ყველაზე სისტემური გახდა, ყველაზე ორგანიზებული გახდა, რამაც გამოიწვია საბოლოო ჯამში ის, რომ ძალიან წარმატებულად შედგა რომაული რესპუბლიკა, რომელმაც საბოლოო ჯამში შემდგომში მიაღწია ხმელთაშუა ზღვისპირეთზე გაბატონებას. ის პერიოდი, როცა რომის რესპუბლიკა დაარსდა, რა პერიოდი არის იმ პერიოდის ხმელთაშუა ზღვისპირეთში. პირველ რიგში გავიხსენოთ აქ, რომ გარდა ბერძნებისა, ხმელთაშუა ზღვაში არიან ფინიკიელებიც და ფინიკიელებიც აარსებენ კოლონიებს და ასეთი კოლონია მათ დააარსეს მე-9 საუკუნეში ჩრდილოეთ აფრიკაში. ეს არის ქალაქი კართაგენი, რომელიც იყო დასავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის ყველაზე ძლიერი საზღვაო სახელმწიფო. კართაგენის გარდა ბუნებრივია, მათ აქვს სხვადასხვა კოლონიები, რა თქმა უნდა, ესპანეთშიც აქვს გარკვეული კოლონიები ფინიკიელებს, მაგრამ მაინც ბერძნები დომინირებენ უფრო მეტად, როგორც ამ შემთხვევაში დასავლეთ ისე აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში.
ზღვისპირეთში, თუმცა კართაგენი შემორჩა, მას ძალიან კარგად შერჩეული სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა, სხვადასხვა ვერსიით ის დააარსა დედოფალმა დოდონა, მან დაიდომ სხვადასხვა ვერსიაში როგორც არის მოხსენიებული და შემდგომში ის ეს ქალაქი კართაგენი და რომი გახდებიან დასავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთისთვის ერთმანეთის მეტოქეები და გადაიზრდება კიდევაც ეს მათ შორის ძალიან დიდ ომებში, მაგრამ მანამდე მათ შორის იყო პერიოდიც კი, როდესაც ისინი ერთმანეთს მოკავშირეებიც იყვნენ. როგორ დაიწყო რომის აღზევება? თავდაპირველად რომი ერთი უბრალო ქალაქი იყო, მათ შორის როგორც იყო ზოგადად ლაციუმში სხვადასხვა ქალაქები, როგორც იტალიკების ქალაქები იყო თუ ეს იქნებოდა უფრო ჩრდილოეთით ეტრუსკების ქალაქები. მაგრამ მისი დაწინაურება გარკვეულწილად განაპირობა ალბათ მისმა მდებარეობამაც, მას ძალიან კარგი სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა და ამავე დროს რომაელი ხალხის იმ мотиваციამ, ხასიათმა, რომელიც ზოგადად აი რომაულ მილიტარიზმად იქცა დროთა განმავლობაში და შემდგომში მათ ძალიან დიდი სამხედრო უპირატესობა მოაპოვებინა სხვა ხალხებზე. რომაელები საერთოდ ძალიან მეომარი ხალხი იყო, მათი ძირითადი საქმიანობა იყო სწორედ ომი, შესაბამისად ჯერ კიდევ აი ადრეულ პერიოდში, როცა მითებს და ლეგენდებს ვკითხულობთ ძველ რომზე, ეს ყველაფერი იწყება იმით, რომ როცა რომულუს გახდა ქალაქის მეფე, ის პირველ რიგში აკეთებს იმას, როგორ მოიყვანოს აქ მოსახლეობა, როგორ მოიზიდოს მოსახლეობა, რომ გაიზარდოს მისი ქალაქი და ამის ერთ-ერთი გზად ის ლეგენდის მიხედვით პოულობს იმას, რომ მეზობელი ქალაქიდან ქალებს იტაცებენ რომაელები. შესაბამისად, აი მაშინვე დაიწყო მათ და საბინელებს შორის ეს ომი, პირველი დაპირისპირება იყო რომისა, რომელშიც საბოლოო ჯამში შედეგად დავთავრდა ისე, რომ რომაელები და საბინელები შეერწყნენ ერთმანეთს ფაქტობრივად და საბინელები გახდნენ, ასე ვთქვათ, რომაელების პირველი მსხვერპლი ამ თვალსაზრისით, რომ ისინი შეუერთდნენ რომს. შემდგომ პერიოდში რომაელებს, რა თქმა უნდა, უხდებათ ომი ეტრუსკებთან, უხდებათ ომი სხვა იტალიურ ტომებთან, მათ შორის სამნიტებთან. აი მაგალითად ადრეული რესპუბლიკის პერიოდში მათ მოუხდათ რამდენიმე ომის გამართვა სამნიტებთან. საერთოდ დავაკვირდებით რომაული ისტორიის კანონზომიერებას, სამნიტების ომებიც, მაკედონური ომებიც, პუნიკური ომები და შემდეგ ყოველთვის სამი არის ხომ, რომში ანუ ასეთ ქრონოლოგიას აწყობდნენ რომაელები. ეხლა მაგალითად მესამე მაკედონურ ომს ძნელად შეიძლება ეწოდოს მესამე მაკედონური ომი თვალსაზრისით, რომ უკვე დაპყრობილი ქონდა რომს და აჯანყება უფრო იყო ეს მის წინააღმდეგ, მაგრამ რომაელებმა მაინც აი სამის პრინციპი დატოვეს ძალაში და მაკედონური ომებიც სამ მაკედონურ ომად ჩამოაყალიბეს. იტალიკების დაპყრობის შემდეგ რომაელები იწყებენ ნელ-ნელა გაფართოებას როგორც ჩრდილოეთით ისე სამხრეთის მიმართულებით და რა თქმა უნდა მათი მთავარი მოწინააღმდეგე ჩრდილოეთში იყვნენ კელტები, ანუ გალები ამ შემთხვევაში. განსაკუთრებით აღსანიშნავი მოვლენა არის და ძალიან რომ გაგვიგრძელდეს ამ თემაზე ადრეულ რომის ისტორიაზე, 1390 წელს იტალიაში შემოიჭნენ კელტები, ისინი თავს დაესხნენ რომს, დაამარცხეს ალიას ტბასთან რომაელები და ამის შემდეგ აიღეს ქალაქი რომი და ის ცნობილი ლეგენდა რომ არსებობს, რომ რომი ბატემმა გადაარჩინეს, სწორედ უკავშირდება გალებისაგან აკროპოლისის რომაული ამ შემთხვევაში თავარი ცენტრალური ციხესიმაგრის ალყას, რა დროსაც ღამე თითქოს ბატემმა გამოაღვიძეს ჩაძინებული გუშაგები და გადარჩა ამის შედეგად რომი. აქ ორი ვერსიაა თუ როგორ დამთავრდა ეს ამბავი. ერთი ვერსიის მიხედვით რომაელებმა დიდი ხარკი გადაიხადეს გალებისა და მათი ბელადი აქ იყო ბრენუსი და სხვადასხვა ეს მოვლენა რატომ აღნიშნე ესე განსაკუთრებით რატო გამოუყავა? იმიტომ რომ ძალიან დიდი კვალი დატოვა რომაულ ფსიქოლოგიაში ამ მოვლენამ. წარმოვიდგინოთ რომ რომი ფაქტობრივად იყო დაცემის პირას, შეიძლებოდა რომ გალებს გაენადგურებინათ ერთ ეს ქალაქი, ან ესარგებლად ამ გალებისგან დასუსტებული რომის მდგომარეობით და სხვა მეზობელ ქალაქები დასხმოდნენ თავს. ამიტომაც აი ჩრდილოეთიდან მომავალი საფრთხე თითქოს რომაულ ფსიქოლოგიაში რაღაც ყოველთვის ჩარჩა ამის შემდეგ და ყოველთვის საფრთხეს მოასწავებდა მათთვის. აი თუნდაც გავიხსენოთ შემდგომ პერიოდში 1200 მეორე საუკუნეში კიმბრები და ტევტონები როცა გამოჩნდნენ ჩრდილოეთით, აი რომში გაჩნდა თითქოს ისეთივე შიში, როგორიც იყო თავის ძოზე, როცა გალებმა აიღეს რომი, რომ აი ჩრდილოეთიდან მოსული ბარბაროსები თითქოს აიღებდნენ ისევ რომს და დაასრულებდნენ მის არსებობას. შესაბამისად, აი ბრენუსი რომის ისტორიაში დარჩა როგორც აი პირველი დიდი მარცხის შემოქმედი რომაელებისა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ როცა ჩამოთვლიან ხოლმე რომაელთა დიდ დამარცხებებს, იმიტომ რომ ასეთი არც ზებიური არ არის ისტორიაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1390 წელს გალებთან ომში მარცხი და ბრენუსისგან ხარკის წაღება რომიდან არის სწორედ აი ასეთი, ან პირველი დიდი მარცხი რომის ფსიქოლოგიაში ყველაზე ღრმად აღბეჭდილი. აქვე არის ძალიან საინტერესო ფრაზა, რომელიც შემდგომში დარჩა ისტორიას, რომელიც ბრენუსს უკავშირდება, როდესაც რომაელებმა შეამჩნიეს, რომ ხარკის, როცა მათ ხარკი, ანუ დიდი ძალი უფრო მოიტანეს და გალები წონიდნენ ამ ოქროს, შეამჩნიეს, რომ გალების სასტორი იტყუებოდა და უთხრეს ამის შესახებ ბრენუსს და ბრენუსმა თავისი მახვილი დაამატა
სწორს და ასეთ სიტყვები უთხრა რომაელებს ვაი ვიქტის, ანუ ვაი დამარცხებულთ, რაც ამის შემდეგ დარჩა აფორიზმა და ძალიან ხშირად იყენებენ ხოლმე ამ აფორიზმს სხვადასხვა კონტექსტში. ამავე პერიოდში მოღვაწეობდა ცნობილი რომაელი სარდალი კამილუსი. კამილუსი საერთოდ ნახევრად ლეგენდარული ფიგურაა, თუმცა მის სახელი უკავშირდება სწორედ აი რომის გადარჩენას გალებისაგან. ამავე დროს აი მარკუს ფურიუს კამილუსის სახელი იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო თავის დროზე და იმდენად აი რომის პირველი, ასე ვთქვათ, სამხედრო თვალსაზრისით რომის ისტორია კიდევ სხვა ქრონოლოგიით იყოფა და ზოგჯერ უწოდებენ ხოლმე პირველ პერიოდს კამილუსის პერიოდსაც, ვინაიდან აი სწორედ ამ პერიოდში რომაელებმა პირველად გამოაჩინეს, ასე ვთქვათ, კბილები, ის მილიტარისტული ბუნება და ის გადარჩენის უნარი, რომელიც შემდგომ პერიოდშიც ასევე ძალიან ბევრჯერ წარმოაჩინეს. იმიტომ რომ რომი თავდაპირველად თორსა ის არ იყო ჯერ კიდევ დიდი იმპერია, ხშირად ყოფილა დაცემის პირას, ხშირად ყოფილა განადგურების პირას, მაგრამ გამომძვრალა ამ მდგომარეობიდან, გადარჩენილა ამ სიტუაციაში და გარკვეულწილად შეიძლება ვთქვათ, რომ აი კამილუსის ქმედება იყო პირველი ასეთი ამ შემთხვევაში, როცა მან გადევნა საბოლოოდ ეს გალები რომიდან. აი ამის შემდეგ, როცა რომაელებმა აღიდგინეს ნელ-ნელა ძალები, ისინი ზედიზედ ამარცხებენ ეტრუსკებს, ზედიზედ ამარცხებენ სამნიტებს, ანუ სამხრეთ იტალიის ტომებს და ფაქტობრივად ცენტრალურ იტალიაში ხდებიან დომინანტი ძალა. ზოგჯერ საერთოდ ისე წარმოუდგენიათ ხოლმე, რომ რომაელები უკვე იმ დროისთვის, როცა პუნიკურ ომებში ისინი დაუპირისპირდნენ კართაგენელებს, ამ დროისთვის მთელი იტალია საკონტროლებდნენ. მაგრამ თლად ასე მარტივადაც არ არის საქმე. რომაული დაპყრობა ამ შემთხვევაში ძალიან განსხვავდება ამ პერიოდისა, უკვე შემდგომ პერიოდში იმპერიის პერიოდისაგან. ვინაიდან რომაელებს ჯერ კიდევ არ შეეძლოთ პროვინციებად გადაექციათ დაპყრობილი ტერიტორიები. ისინი ძირითადად აი დაახლოებით იგივე სტატუსს აძლევდნენ მათ, როგორც იყო აი მაგალითად თავისუფლად მე-12-მე-13 საუკუნეების საქართველოში, როცა ყვადნაფიცები ყავდა ხოლმე საქართველოს სამეფოს ხარკს ახდევინებდა და გარკვეული ვალდებულებები ჰქონდათ მის წინაშე. დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო ამ ხრივაც, რომაელებს არ ჰქონდათ დაპყრობილი ეს იტალიური ტომები, მაგრამ აკისრებდნენ გადასახადებს, აკისრებდნენ ვალდებულებას, რომ გამოეყვანათ ჯარი რომაელების დასახმარებლად. ამიტომაც, როდესაც რომის ჯარის რაოდენობას გადავხედავთ იგივე პუნიკურ ომებში, ხშირად აღმოვაჩენთ, რომ ამ ჯარის სულ მცირე 50% მაინც მოკავშირეებისაგან შედგება და არა უშუალოდ რომაელებისაგან. და რას იღებდნენ სანაცვლოდ ეს მოკავშირეები? ბევრს არაფერს, იმიტომ რომ რომაელები მოქალაქის წოდებას არც ისე იოლად არ იგებდნენ. რომის მოქალაქე ეს იყო ძალიან დიდი პრესტიჟი და შესაბამისად ის არ ენიჭებოდა სხვა ამ იტალიკებს, რომლებიც ცხოვრობდნენ იტალიის ამ ნახევარკუნძულზე, აპენინის ნახევარკუნძულზე. ამიტომაც საერთოდ ამას მოყვება უკვე გვიან ძველ საერთოდ პირველ საუკუნეში ეგ ეწოდებული მოკავშირეთა ომი, რომელიც გამოც მე რომაელები იძულებული გახდებიან, რომ გაავრცელონ გარკვეული უფლებები, რაც რომაელებს ჰქონდათ აქამდე მხოლოდ აი ამ იტალიკებზეც, რომლებიც წარმომავლობით ფაქტობრივად იგივე ხალხი იყო, როგორც რომაელები. ხო, აქვე მე ახლა აღარ მithქვავს, მაგრამ შეგვიძლია ვახსენოთ, რომ რომაელების წარმომავლობის ლეგენდაში ფიგურირებს ტროაც. იმიტომ რომ რომაელებს მიაჩნდათ, რომ ქალაქის, ანუ რომულუსთა და რემუსის წინაპარი იყო ენეასი. ენეასი იყო ტროელი გმირი, რომელიც ტროას დაცემის შემდეგ გამოეშურა ხომალდით და დასახლდა იტალიაში და შემდგომში მისგან წარმოიშნენ რომაელები. ასევე რა თქმა უნდა რომის სახელს უკავშირდება ის ძუმგელი, რომელმაც ლეგენდის მიხედვით აწოვა ძუძუ რომულუსსა და რემუსს და ძალიან ხშირად ნახავთ სხვადასხვა გამოსახულებებზე მგლის გამოსახულებას რომაულს. რა თქმა უნდა ის ყველაზე ცნობილი რომელიც არის აი კაპიტოლიუმის ძუმგელი ეგრეთ წოდებული, არის გვიანდელი შუა საუკუნეების არის და არა ანტიკური ხანის ნაკეთობა, მაგრამ რომაელებსაც ჰქონდათ ანტიკურ ხანაში მსგავსი გამოსახულებები, ასე რომ შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ მაინც რომაული არის ეს გამოსახულება, აი მაგალითად ის გამოსახული არის ცნობილი იტალიური საფეხბურთო კლუბის რომას გერბზეც და ყოველთვის გონიათ ხოლმე რომ ეს ძალიან ძველი რომაულია, სინამდვილეში ეს შუა საუკუნეების გამოსახულებაა. თუმცა მგლის სიმბოლიკა, მგლის ტოტემი გარკვეულწილად დარჩა რომის ისტორიაში. ამავე დროს რომაელები ფიქრობდნენ რომ ისინი იყვნენ ომის ღმერთის მარსის შვილები, შესაბამისად რა თქმა უნდა ეს ძალიან მოქმედებდა მათ მილიტარისტულ ხასიათზე, რაც რომი ხშირად ავლენდა ამის შედეგად, იმიტომ რომ რომი ალბათ იყო ანტიკური ხანის ყველაზე მილიტარისტული სახელმწიფო. მისი მთლიანი ეს ორგანიზმი, მთლიანი სისტემა მორგებული იყო იმაზე, რომ გამოეყვანა არმია, რომელიც შემდგომში აი დაპყრობითი ომებსაც წარმოებდა, იმორჩილებდა სხვა ხალხებს და თავისთავად აი თუ შევადარებთ სხვა ხალხებს, ძალიან სწრაფად იზრდება ეს პატარა ქალაქი იმის კვალობაზე, რა ფაქტობრივად მას სიტუაციაც ჰქონდა, სტრატეგიული მდებარეობაც ჰქონდა. ხომ ის ხომ ერთ-ერთი იყო უმუამრავი ქალაქიდან, რომელიც იმ პერიოდის იტალიაში არსებობდა. და ძალიან განსხვავდება ბერძნების ხასიათისგანაც სხვადასხვა.
აი საბერძნეთში მაგალითად იმპერიის იდეა ფაქტობრივად მაკედონელების გარდა დანარჩენი ბერძნებში მანამდე არც ყოფილა. ერთ-ერთი ათენს ჰქონდა გარკვეული პერიოდის მანძილზე, როცა დელოსის ლიგა შექმნა ბერძენ-სპარსელთა ომების პერიოდში და აი ათენისთვისაც ძალიან კატასტროფულად დამთავრდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ბერძნებმა ძალიან ცუდად აღიქვეს ის, რომ მათ სურდათ, ანუ ათენელებს სურდათ სხვა ბერძნებზე ბრძანებლობა და საბოლოოდ მერე სპარტის მეთაურობით დაამარცხეს კიდევაც ათენი. მაგრამ აი ეს პრობლემა რომაელების წინ რომაელებს ნაკლებად აწუხებდათ ამ შემთხვევაში. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ რომაელები გამოაკლდნენ ყველა იმ მნიშვნელოვან მოვლენებს, რაც ხდება ძველსაერთის მე-3 საუკუნეების აღმოსავლეთში. კი, მე-3 საუკუნეში მათ თვითონ აქვთ ომი კართაგენელებთან, მაგრამ ეს ომი გარკვეულწილად არის დისტანცირებული იმ მოვლენებისაგან, რაც ხდება აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში და რა არის, რა თქმა უნდა, აქ აღსანიშნავია ალექსანდრე მაკედონელის ომები, ხო? საერთოდ არის ხომ ხშირად აი დასმული ეს შეკითხვა, რომ აი ალექსანდრე დასავლეთითკენ ელაშქრა რა ეშველებოდათ რომაელებს, ან დაიპყრობდა ეს აუცილებლად რომს და რომი აღარ იარსებებდა და ასე შემდეგ, თუმცა ვინაიდან ისტორია არის ის, რაც მოხდა და არ ვიცით რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ ალექსანდრე იქ წავიდოდა, უნებრივია ამაზე სერიოზული მსჯელობა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი მაინც ადრეული რესპუბლიკის ისტორიაში რომაელებისთვის არის მე-3 საუკუნის, თვესაც მე-3 საუკუნის ომები კართაგენის ქალაქ სახელმწიფოსთან. რას წარმოადგენს და კართაგენი ორი სიტყვით რომ ვთქვათ, სანამ გადავალთ მის რომთან დაპირისპირებაზე, კართაგენი ისევე როგორც რომი იყო გარკვეულწილად რესპუბლიკური მმართველობის ფორმა ჰქონდა, მაგრამ უფრო მეტად მას მართავდნენ მდიდარი ვაჭრებისაგან შემდგარი ოლიგარქიული ჯგუფი, ქალაქის საბჭო, რომელიც ირჩევდა როგორც რომი კონსულებს, ისე სუფეტებს ირჩევდა ამ შემთხვევაში კართაგენი, მაგრამ იქ ძალაუფლება თავმოყრილი იყო არა მთელი ამ შემთხვევაში კართაგენელი ხალხის ხელში, რომელიც ქალაქში ცხოვრობდა, არამედ თავმოყრილი იყო მხოლოდ ოლიგარქიის ხელში, რომელიც ამ შემთხვევაში რამდენიმე დიდი სავაჭრო ოჯახი იყო და ისინი ინაწილებდნენ ამ ძალაუფლებას. უმეტესად, ხან ერთი დომინირებდა, ხან მეორე, მაგალითად ყველაზე ცნობილი მათ შორის არის, რა თქმა უნდა, ბარკიდების საგვარეულო, რომელიც წარმომადგენელი იყო ჰამილკარი, ჰაზდრუბალი და ჰანიბალი, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი კართაგენელთა შორის. აი აქვე უნდა დავამატოთ ის, რომ აი რომის სახელმწიფო წყობაზეც რომ თქვათ 1-2 სიტყვით, რომაელებს ჰქონდათ სენატი. სენატში შედიოდა სხვადასხვა რაოდენობის სენატორები, იცვლებოდა დროთა განმავლობაში, მაგალითად შემდგომში უკვე ძველსაერთის პირველ საუკუნეში სულამ კიდევ გაზარდა მათი რაოდენობა ასეულობით, მერე კეისრის დროს კიდევ უფრო გაიზარდა და ასე შემდეგ, მაგრამ 300 მაინც იყო ხოლმე სენატორთა რიცხვი, ისინი ძირითადად იყვნენ პატრიციული წარმომავლობისა, რომში იყო ორი წოდება, ანუ ან პატრიცია 3 უпроსოდ, პატრიციები, პლებეები და ეკვიტები, ანუ მხედრები. პატრიციები იყვნენ ის ხალხი, ვინც რომში ცხოვრობდა ჯერ კიდევ მისი დაარსების პერიოდში, ანუ ყველაზე ადრეული რომაელები იყვნენ პატრიციები და მათ გარკვეული პრივილეგიები ჰქონდათ. ისინი ფაქტობრივად ქმნიდნენ არისტოკრატიას რომაულს. აი პლებეებსაც შეეხება, პლებეები იყვნენ შემდგომში მოსულები. მოკლედ რომ თქვა აი ქართული ტერმინით თქვა ჩამოთრეულები იყვნენ რომში გარკვეულწილად და აი ეს პლებეები ნაკლებ უფლებებს ფლობდნენ, რის გამოც რომის მთელი ადრეული ისტორია მოცული არის იმ სამოქალაქო ომებით პლებეებსა და პატრიციებს შორის, იმიტომ რომ პლებეები ბუნებრივია ითხოვენ გათანაბრებას მათი უფლებებისა პატრიციებთან. ეს არ მომხდარა ფაქტობრივად ძალიან დიდი ხნის მანძილზე, მაგრამ გარკვეულ პრივილეგიებს მაინც იღებდნენ ხოლმე შიგადაშიგ, მაგალითად გაჩნდა თანამდებობა სახალხო ტრიბუნი, რომელიც ამ შემთხვევაში შეეძლო ვეტო დაედო კონსულების გადაწყვეტილებებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, სენატი რაღაცას გადაწყვეტდა და შეეძლო ხალხის წარმომადგენლებს ვეტო დაედო ამისთვის. ამიტომაც აი გარკვეული ბერკეტები ძალაუფლებისა მათაც მიიღეს პლებეებმა. სენატი ირჩევდა ყოველწლიურად ამ შემთხვევაში ორ სენატორს და ეს ორი სენატორს ირჩევდა კონსულად ამ შემთხვევაში კონსულის თანამდებობაზე და ეს ორი კონსული ერთი წლის მანძილზე მართავდა რესპუბლიკას და ერთი წლის შემდეგ ისინი აუცილებლად უნდა ყოფილიყო გადარჩევა უნდა მომხდარიყო მათი, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა რომ ერთი ადამიანი მეორე წელსაც გაეგრძელებინა ძალაუფლება ისევ კონსულის სტატუსით. ეს რა თქმა უნდა გაკეთებული იყო, იმიტომ რომ ერთპიროვნული ძალაუფლება ხელში არავის არ ჩაეგდო. ეს ძალიან საინტერესო მომენტია, რომ მსგავსი რაღაცა ხდებოდა ხოლმე საბერძნეთში. საერთოდ აი ანტიკურ დასავლეთში უფრო მეტად აი მედიტერანულ ცივილიზაციას ახასიათებს ეს, ვინაიდან ბერძნებსაც გამოცდილი ჰქონდათ, როდესაც ერთი ადამიანი ხელში იგდებდა ძალაუფლებას, მერე ყალიბდებოდა ტირანად, მერე მას ჰქონდა აბსოლუტური ძალაუფლება და შესაბამისად ძალიან უარყოფითი დატვირთვა ჰქონდა ამ ყველაფერს ბერძნულ-რომაულ სამყაროში და აი რომაელებიც ასე იყვნენ, რომ ცდილობდნენ რომ არავის ხელში არ გაეჩერებინათ დიდი ხანი ძალაუფლება. საინტერესოა რომ მათ ჰქონდათ მეორე თანამდებობას დიქტატორის, მაგრამ დიქტატორის თანამდებობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იყო ხოლმე აქტიური, მას მხოლოდ ირჩევდნენ მაშინ, როდესაც დიდი ომიანობა იყო, ან ამ შემთხვევაში რომელიმე კონსული დაიღუპებოდა, ან შეიძლებოდა ორივე კონსულის დაღუპულიყო და მათი ჯარიც განადგურებულიყო და შესაბამისად აი ამ დროს შეიძლებოდა აი ასე ვთქვათ სასწრაფო დახმარების სახით აირჩიათ დიქტატორი, რომელიც ნახევარი წლის ვადით მართავდა ხოლმე რომის რესპუბლიკას და ამ ნახევარი წლის ვადაში მას უნდა მოეხერხებინა როგორ სიტუაციის დასტაბილურება და შემდგომში
მას უნდა დაეთმო თანამდებობა და ნახევარი წლის მერე აერჩიათ ისევ რომაელებს ორი კონსული. შესაბამისად ეს იყო ფაქტობრივად ბერკეტი მექანიზმი, რომელიც იცავდა რომს ერთპიროვნული ძალაუფლებისაგან. მხოლოდ ეს მექანიზმი მოირღვევა შემდგომში ძველსაწყის მეორე საუკუნის მიწურულს, როდესაც გაიუს მარიუს ზედიზედ 5 ჯერ აერჩევენ ფაქტობრივად კონსულად და ეს იზოლებულები არიან რომაელები, იმიტომ გააკეთონ რომ კიმბრებისა და ტევტონებისგან მომდინარე საფრთხე არსებობდა, რომელსაც ელოდნენ იტალიაში შემოჭრას და შესაბამისად ერთ-ერთი კაცი, ვისაც მაშინ ფიქრობდნენ რომ შეეძლო მათი შეჩერება, იყო მათი ძალიან ცნობილი მხედართმთავარი გაიუს მარიუსი და მას რამდენიმე წელი დაუტოვეს კონსულის თანამდებობა და გარკვეულწილად აი ამ პერიოდმა, ზუსტად მერე მარიუსის პერიოდმა შეცვალა კიდევაც რომის ისტორია, შეიძლება აი ასეც ითქვას. დაუბრუნდეთ პუნიკურ რომებს, რადგან კართაგენზე ვსაუბრობდით, კართაგენსა და რომს აინტერესებს დაახლოებით ერთი და იგივე ტერიტორიული სივრცე. ეს არის კუნძულები, იტალიისა, სიცილია, კორსიკა, სარდინია, ამ შემთხვევაში სამხრეთი იტალია ბუნებრივია, ესპანეთი და თქმა უნდა აინტერესებს უფრო ჩრდილოეთით საფრანგეთის სანაპირო ზოლი, ანუ გალიის სანაპირო ზოლი, სადაც არსებობს რამდენიმე რომის მოკავშირე ქალაქ სახელმწიფოც. ასევე რა თქმა უნდა ჩრდილოეთ აფრიკაც, რომელიც ძალიან მდიდარ პროვინციად ითვლებოდა მაშინ. მანამდე სანამ დაიწყებოდა პუნიკური ომები, ამას წინ უძღოდა ერთი ომი, რომელშიც მოკავშირეები იყვნენ რომაელები და კართაგენელები ერთმანეთისა. ეს იყო ეპირის მეფის პიროსის ომი რომაელებთან და ეპირის მეფე პიროსი გადავიდა იტალიაში იმ მიზნით, ზუსტად დაახლოებით იგივე პერიოდში ხდება მე-3 საუკუნის დასაწყისში, პირველ ნახევარში. ეპირის მეფე პიროსი, რომელიც იყო ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დაშლის შედეგად ჩამოყალიბებული ბერძნული ქალაქ სახელმწიფოების და სახელმწიფოების ერთ-ერთი მათგანის, ანუ ეპირის მმართველი და ეს ეპირი მდებარეობდა ყველაზე ახლოს ამ შემთხვევაში იტალიასთან. გადავიდა ქალაქ ტარენტუმის მოთხოვნით, რომელიც რომის მოკავშირედ ითვლებოდა, მოკავშირედ რა და მოწინააღმდეგედ ითვლებოდა ქალაქი ტარენტუმი და ქალაქი ტარენტუმი ითხოვდა ეპირისაგან, რომ გვიშველეთ, მოკლედ რომ ვთქვათ, ბერძნებს აქ, იმიტომ რომ რომაელები გვიპყრობენ უკვე, რომაელები უკვე მიმდგარები იყვნენ სამხრეთ იტალიას და ნელ-ნელა იკავებდნენ ერთმანეთს მიყოლებით იქ არსებულ ბერძნულ ქალაქ სახელმწიფოებს. ამას მოყვა ომი რომსა და პიროს შორის და პიროსმა თავდაპირველად ძალიან სასტიკად დაამარცხა რომაელები, რასაც მოყვა შემდგომში ცნობილი გამოთქმა, ეგრეთ წოდებული პიროსული გამარჯვება, იმიტომ რომ მან კი გაიმარჯვა რომაელებზე, მაგრამ რომაელებმა იმდენად დიდი მსხვერპლი მიაყენეს მასაც, იმდენად დიდი ზიანი მიაყენეს პიროსაც, რომ მე შემდგომში მან თქვა, რომ კიდევ ერთი ესეთი გამარჯვება და ჩემი ჯარისგან აღარაფერი აღარ დარჩებაო და შესაბამისად პიროსის ომი რომთან კი თითქოს ერთი შეხედვით თავიდან წარმატებული იყო, მაგრამ საბოლოოდ თუცა კართაგენი ჩაერთო საქმეში, პიროსმა ვეღარ მიაღწია წარმატებას ვერც სიცილიაში, დაბრუნდა იტალიაში, რომაელებმა ის დაამარცხეს კიდევაც საბოლოოდ ერთ-ერთ ბრძოლაში და საბოლოოდ ის გადადის უკან ეპირში, სადაც მალევე მე ერთ-ერთი ქალაქის ალყის დროს იღუპება თვითონ. ეს იყო რომის პირველი დიდი საფრთხე, ფაქტობრივად, რომელიც ელინისტური სამყაროდან მას ელოდა. როდესაც მისი დამარცხება, დაპყრობა, განადგურება სცადა ეპირის სახელმწიფომ და იმ პერიოდისთვის რაღაცა ეპირელ ალექსანდრე წოდებულმა ფაქტობრივად პიროსმა, რომელიც ძალიან ცნობილი მხედართმთავარი იყო თავის დროზე. მაგრამ მოიშორეს ეპირი თავიდან და ახლა რომი და კართაგენი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სიცილიისათვის ბრძოლაში. ამ ყველაფერს აქვს, რა თქმა უნდა, ბანალური მიზეზები, რატო დაიწყო ეს ომი, თუმცა ეს რეალური მიზეზი ამისა, რა თქმა უნდა, არის დომინაცია დასავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში. სხვადასხვა უნდა ითქვას, რომ თავდაპირველად კართაგენელები ძალიან წარმატებით ებრძვიან რომაელებს, იმიტომ რომ მათ აქვთ გარკვეული უპირატესობები რომაელებზე. მიუხედავად იმისა, რომ კართაგენი ოლიგარქიული რესპუბლიკაა და ამ შემთხვევაში არ ეყრდნობა საკუთარ ლაშქარს, არამედ ძირითადად ეყრდნობა დაქირავებულ ჯარებს და ეს დაქირავებულები არიან ესპანელები, იქნება ეს კელტები, ბერძნები, ლიბიელები და ასე შემდეგ. სახმელეთო ძალებით ისინი ვერ ჯობნიან რომაელებს, რომელთაც ყავთ გაცილებით უფრო ძლიერი და მონოეთნიკური არმია, ამ შემთხვევაში რომაელებისაგან შემდგარი. მაგრამ სამაგიეროდ ჯობნიან ფლოტით და რა თქმა უნდა ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში ფლოტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომაც რომაელები ზედიზედ მარცხდებიან კართაგენელებთან ზღვაზე, რის გამოც ისინი იძულებულები ხდებიან, რომ ახალი მეთოდები იპოვონ იმისთვის, რომ დაამარცხონ საბოლოოდ კართაგენელები. და რომაელებს ხოდაშორის ახასიათებდა ძალიან კარგად სხვისი გამოგონებების გადმოღება და თვითონ გაუმჯობესება შემდგომში. აი მაგალითად ხა რომის ჯარს და აღჭურვილობას რომ შევხედოთ. მათი აღჭურვილობა ფაქტობრივად არის შეკოწიწებული დასავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის სხვადასხვა ხალხებისგან. მაგალითად მუზარადი, ჯაჭვისპერანგი, ლორიკა ჰამატა, ეგრეთ წოდებული ფარი, ანუ სკუტუმი, ეს ყველაფერი გადმოღებული მათ აქვთ გალებისაგან. ხმალი რომაულ მახვილს ეწოდება გლადიუს ისპანიენსის, ანუ ესპანური მახვილი, შესაბამისად ისიც გადმოღებული არის ვიღაცისგან, ხო? თუმცა უნდა ითქვას, რომ არავის არ გამოუყენებია ეს იარაღები ისე წარმატებულად და ისე სისტემურად, როგორც ეს, რა თქმა უნდა, რომაელებმა გააკეთეს და ამიტომაც ამას აკეთებენ პრინციპში კართაგენთან მიმართებაში. როდესაც მათ როგორც მოგითხრობენ ისტორიული წყაროები, ერთ-ერთი კართაგენული გამორიყული ხომალდი იპოვეს და იმის მოდელზე ააწყეს საკუთარი
საკუთარი ფლოტი, რომლითაც მალევე დაამარცხეს კართაგენელების საზღვაო ბრძოლაში. და აი ამ ბრძოლებში დამარცხებას წინ ახერხებენ ახალი ტექნიკის საშუალებით, ეს არის ეგრეთ წოდებული კორვუს, ანუ ყორანი, რომელსაც გადადებდნენ ხოლმე მოწინააღმდეგეს ხომალდზე და მერე ქვეითი ჯარისკაცები გადადიოდნენ იქ და ამთავრებდნენ საქმეს. იმიტომ რომ რომაელებია ცნობიერებენ, რომ მათი მეზღვაურები ვერ გახდებიან კართაგენელებზე უფრო მაგრები რაღაცა რამდენიმე წელიწადში, მაგრამ მათი ჯარი უკეთესია. შესაბამისად, აბორდაჟზე გადასვლა დაიწყეს მოწინააღმდეგის ხომალდებზე, რამაც გაამარტივა მათი მიერ კართაგენელების დამარცხება. პირველი პუნიკური ომი, ანუ პუნიკური ომი რატომ ეწოდება პუნების გამო, პუნი ფინიკიელი, ანუ იგულისხმობს, რა თქმა უნდა, კართაგენელებს და ამის გამო შეარქვეს რომაელებმა სახელწოდება. მისი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ალბათ არის რომაელებსაგან აფრიკის დალაშქრა. ანუ რომაელებმა კონსულმა რეგულუსმა გადასხა ჯარი აფრიკაში და დაემუქრა უშუალოდ კართაგენს და აი აქ საინტერესოა რომ რომაელები ამჯერად როცა ისინი შეეცდებიან კართაგენის აღებას მარცხდებიან ისინი როდესაც იქ გამოჩნდება სპარტელი მხედართავარი ქსანთიპუსი და ეს ქსანთიპუსი შეკრებს ძლიერ არმიას გამოიყენებს ორ ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს რომელიც კართაგენს ჰქონდა უპირატესობა ჰქონდა რომაელებზე ეს იყო ერთის მეორე იყო კავალერია და რომაელებს დაამარცხებს ბრძოლის ველზე და შესაბამისად რომაელები იძულებულები გახდებიან დატოვონ აფრიკა, მაგრამ ომის საბოლოო ჯამში მაინც მიდის გამოფიტვისკენ, იმიტომ რომ აი სიცილიაზე, მაგალითად სარდინიაზე და შემდეგ ისინი აგრძელებენ ამ სამხედრო დაპირისპირებას, მართალია რომაელებს აღარ ეწურებათ ძალები, უფრო მეტი გამძლეობა აღმოაჩნდათ ვიდრე კართაგენს, მაგრამ კართაგენის რესურსები იწურება, მისი ფინანსები იწურება, მას ძალიან მძიმე ზარალი მიაყენა ბუნებრივი ეკონომიკური თვალსაზრისით რომთან ომმა და საბოლოოდ ისინი იძულებულები ხდებიან რომთან დადონ ზავი. მართალია ხა ამ ზავს მაინც და მაინც არ ეთანხმებოდა ბოლო პერიოდში კართაგენის ყველაზე წარმატებული მხედართავარი ჰამილკარ ბარკა, მაგრამ რა თქმა უნდა ისიც აცნობიერებდა შემდგომში რომ კართაგენს აღარ ჰქონდა უბრალოდ რესურსი რომთან ეს ომი გაეგრძელებინა. ომი დამთავრდა იმით რომ კართაგენელებმა გადაიხადეს დიდი კონტრიბუცია, დაკარგეს ფაქტობრივად მათ კუნძულები ხმელთაშუა ზღვაში, თუმცა არ დაუკარგავთ ესპანური სამფლობელოები და არც აფრიკული ბუნებრივია, ყავთ ისევ ჯარი, ფლოტი და რა თქმა უნდა ეს ომი პოტენციურად შეიძლება რომ კიდევ განახლდეს. და რა თქმა უნდა, აქ უკვე ნავახსენოთ მეორე პუნიკური ომი, რომელიც იწყება პირველი პუნიკური ომიდან საკმაოდ მალევე და მას უძღვება ჰამილკარის ვაჟი ჰანიბალი. ნუ სხვადასხვა გადმოცემით ჰამილკარმა მიიყვანა ის და ფიცი დაადებინა რომ რომაელების მტერი იქნებოდა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე. რა თქმა უნდა, ეს გაზვიადებული არის ძალიან ეს ამბავი, თუმცა უნდა ითქვას რომ თუ ჰანიბალის ცხოვრებას გადავხედავთ, არც ისე შორს არის რეალობისაგან ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჰანიბალი მართლა მთელი ცხოვრების მანძილზე რომის დაუძინებელი მტერი იყო, არა მარტო როგორც კართაგენის სამსახურში მყოფი, არამედ როდესაც ის შემდგომში მესამე პუნიკური ომამდე პერიოდში გაიქცევა კართაგენიდან და თავსაფარებს ელინისტურ სახელმწიფოებს, საიდანაც ასევე რომის წინააღმდეგ აქეზებს ისევ მათ. ასე რომ ეს არის რომის ყველაზე დაუძინებელი მოწინააღმდეგე უდავოა და შესაბამისად რომაელებმაც განსაკუთრებული პატივი მიაგეს სხვადასხვა მას ისტორიულ წყაროებში. მაგალითად, ტიტუს ლივიუსი წერს ამის შესახებ, რომ ჰანიბალი იყო განსაკუთრებული ნიჭის მხედართავარი, ის იყო უაღრესად ენერგიული, კარგი ადმინისტრატორი, კარგი სტრატეგოსი, ის აღფრთოვანებული არის, რამდენად ოსტატურად ახერხებს ჰანიბალი რომაელების დამარცხებას შემდგომში სხვადასხვა ბრძოლებში, მაგრამ ამავე დროს მიუთითებს მისი ხასიათის რაღაც თვისებებზე, როგორიც არის ის იყო ანგარებიანი, ის იყო მატყუარა, მისი ფიცის არ შეიძლებოდა რომ დაეჯერებინათ და ასე შემდეგ და იყო ძალიან სასტიკი ამავე დროს, რაც რომაელები ხშირად მიუთითებდნენ ხოლმე ზოგადად კართაგენელებზე, როცა ისინი წერენ. თუმცა ჰანიბალიც არ აღმოჩნდება საკმარისი კართაგენისთვის, რომ საბოლოოდ მათ რომზე მიაღწიონ გამარჯვებას. აი ჩვენ უკვე ვახსენეთ გალებთან ომი 390 წელს, როცა რომაელები დამარცხდნენ და ძალიან დიდი გაკვეთილი მიიღეს ამისგან და შემდგომში მუდმივად მათ ფსიქოლოგიაში ძალიან აღიბეჭდა ხო გალებთან ეს მარცხი. აი მეორე ასეთი მომენტი ალბათ რომის ისტორიაში იყო ეპირის მეფე პიროსთან ომი, რომელიც დროსაც ასევე ახლოს იყვნენ ისინი საბოლოო მარცხთან და ამ ხელაძალასთან მანამდე არ უომიათ. მესამე უკვე არის მეორე პუნიკური ომი, როდესაც ომი განახლდა და ეს ომი განახლდა, როდესაც ჰანიბალმა დაარღვია რომაელებთან დადებული ზავი, იმით რომ აიღო ქალაქი საგუნტი, რომელიც აღების უფლებას მას არ ჰქონდა ესპანეთში, ვინაიდან მდინარის მეორე ნაპირზე მდებარეობდა, რომელიც საზღვრად იყო დადებული რომაელებსა და კართაგენელებს შორის. აი ამის შემდეგ იწყება
მათ შორის ეს დაპირისპირება და ჰანიბალი აირჩევს ძალიან უცხო გზას. მე ვცლად აღარ შევჩერდები ძალიან პუნიკურ ომზე, ვინაიდან ეს ცალკე ეპიზოდშიც გვაქვს ჩვენ განხილული, რომელსაც ქვია ომი ჰანიბალთან და სხვა შორის აქვე ვახსენებ აი ამ წიგს, აი თქვენ ხედავთ კამერაში. ეს არის ტიტუს ლივიუსის ომი ჰანიბალთან, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ისტორიული გამოცემა, რომელიც კი საქართველოში საერთოდ გაკეთებულა, ვინაიდან ამ წიგში არის ტიტუს ლივიუსის რომის ისტორიის ის ფრაგმენტები, რომელშიც აღწერილი არის ჰანიბალთან დაპირისპირება, ანუ მეორე პუნიკური ომი. და აქ თავიდან იწყებს ტიტუს ლივიუსი ძალიან საინტერესო შესავალს აკეთებს. სხვათა შორის აი ამ წიგში, როდესაც ის იწყებს პუნიკური ომების აღწერას, ვიწყებ მსოფლიოში ყველაზე დიდი ომის, მეორე პუნიკური ომის აღწერას, რომელსაც კართაგენელები გამოჩენილი მხედართმთავრის ჰანიბალის მეთაურობით ეწეოდნენ რომაელების წინააღმდეგ. მანამდე არასოდეს შებმიან ერთმანეთს ესოდნენ ძლიერი და საუკეთესოდ შეიარაღებული სახელმწიფოები ან და ტომები. ამასთან მოწინააღმდეგენი ჩინებულად იცნობდნენ ერთმანეთს პირველი პუნიკური ომის დროიდან. 23 წელი რომ გაგრძელდა და რომის გამარჯვებით დამთავრდა. პირველ და მეორე პუნიკურ ომებს შორის შუალედიც ასევე 23 წელიწადს მოიცავდა. ბრძოლის ბედი იმდენად ცვალებადი იყო, ხშირად ესა თუ ის გამარჯვებული უფსკრულის პირას დამდგარა. ორივე მხარეს ძალები განუზომელი ჰქონდა. ურთიერთსიძულვილი კი ამ ძალებზე აღმატებულიო. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ეპიკური შესავალი არის აი ამ ესეთი დიდებული ომისა და ხედავთ რომ აი რომაელი ისტორიკოსი, რომელიც ამდენს არის მოსწრებული და ამდენი ომის შესახებ იცის, ამ ომს უწოდებს ისტორიაში ყველაზე დიდ ომს. ვინაიდან რომისთვის რომაელის ფსიქოლოგიისთვის მართლა გარდამტეხი მომენტი არის ეს. მათ საფრთხე დაემუქრათ იტალიაში, ჰანიბალი შეიჭრა იტალიაში, რომაელები დაამარცხა მთელ რიგ ბრძოლებში, ამ ბრძოლებს შორის რა თქმა უნდა გამორჩეული არის ტრებია, ტრაზიმენი და კანეს ბრძოლა განსაკუთრებით ძველი საერთოდ 216 წელს, რომლის შემდეგაც ფაქტობრივად ის რომსაც კი დაემუქრა საფრთხე. ამის შემდეგ ჰანიბალი აგრძელებს იტალიაში ლაშქრობას, ის ცდილობს რომის მოკავშირეების თავის მხარეს გადმობირებას, მაგრამ რომის მილიტარისტულმა ბუნებამ და იმ დაუმარცხებლობის განცდამ, რომელიც რომაელებს ჰქონდათ და რომელიც პიროსთან ომის დროსაც გამოაჩინეს და გალებთან ომის დროსაც, მისი მოკავშირეები დაარწმუნა იმაში, რომ არ შეიძლებოდა რომის ღალატი, იმიტომ რომ რაღაცნაირად მათ შიში ჰქონდათ, რომ რომაელები აღიდგენდნენ ძალებს და საბოლოოდ მაინც შურს იძიებდნენ. ასე რომ მათ არჩიეს ჰანიბალის მხარეზე გადასვლას, არჩიეს ისევ რომაელების მხარეს დარჩენა. რა თქმა უნდა, იყო ცალკეული ქალაქები, რომლებიც გადავიდნენ კართაგენელების მხარეს. მათ შორის ესეთი ქალაქი იყო კაპუა, რომლის ალყაც ძალიან დიდი ხნის მანძილზე გაგრძელდა, მაგრამ რომაელებმა ისევ აიღეს ის. რა თქმა უნდა, ომი მიმდინარეობდა სიცილიაზე, ომი მიმდინარეობდა ხმელთაშუა ზღვისპირეთში მთლიანად, საზღვაო თვალსაჩინით, მიმდინარეობს ესპანეთში, რადგან რომაელები შეეცდებიან, რომ მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე გადაიტანონ ომი და ჯერ ესპანეთს დაარტყავენ, ხოლო შემდგომ საბოლოოდ აფრიკაზეც მიიტანენ იერიშს და პარალელურად ძალიან საინტერესო მომენტია, რომ რომაელებს დაუპირისპირდება ელინისტური ხანის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო პარალელურად ეს არის მაკედონია. მაკედონია რა თქმა უნდა აღარ არის ალექსანდრე მაკედონელის მაკედონია, მაგრამ ის არის ელინისტურ სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთი უძლიერესი და მეფე ფილიპე მეხუთეს ხდება ის, რომ კარგი მომენტია რომზე თავდასასხმელად, იმიტომ რომ რომაელებს უკვე ინტერესები აქვთ ბალკანეთზე, ილირიაში, კონტინენტურ საბერძნეთში და შესაბამისად მას უნდა რომაელები აქედან განდევნა, მაგრამ რომაელები ისე ოსტატურად მოახერხებენ დიპლომატიურად მისგან ნეიტრალებას და ჩართავენ ომში ბერძენ მოკავშირეებს, რომ ფაქტობრივად საკუთარი ძალების გარეშე მოახერხებენ მაკედონიის ალაგმვას და ის ვერ მოახერხებს ჰანიბალის დახმარებას. ამავე დროს ძალიან უჭირთ იგივე კართაგენელებს ის, რომ ჰანიბალი მოამარაგონ ყველაფერი საჭირო რესურსებით იტალიაში, რის გამოც ჰანიბალს აქვს ძალების დეფიციტი, ის ვეღარ ახერხებს წარმატების მიღწევას, უბრალოდ მოძრაობს იტალიაში, ხან ჩრდილოეთში, ხან სამხრეთში და საბოლოოდ მას შემდეგ რაც გამოჩენილი რომაელი მხედართმთავარი სციპიონ აფრიკელად შემდგომში წოდებული მას შემდეგ რაც დაამარცხებს ის კართაგენელებს, ან პუბლიუს კორნელიუს სციპიონი გადავა აფრიკაში და იძულებული გახდება ჰანიბალი თავისი ძალები გამოიყვანოს იტალიიდან და გაიმართება 2202 წელს ზამასთან ძალიან ცნობილი ბრძოლა, რომელიც ზოგჯერ ძველი სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს ბრძოლადაც მიიჩნევა ხოლმე და ამ ბრძოლაში სციპიონი საბოლოოდ დაამარცხებს ჰანიბალს, რომელიც მანამდე არც ერთ გენერალურ ბრძოლაში არ იყო დამარცხებული. ჰანიბალის დამარცხება უკვე რა თქმა უნდა იყო კართაგენის საბოლოო დამარცხებაც. კართაგენელებმა დაკარგეს მოკავშირეები, მათ შორის რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო აფრიკული სამეფო ნუმიდია, რომელიც მანამდე ერთ-ერთი მთავარი დამხმარე იყო ხოლმე კართაგენისა რომაელებთან ომში. კართაგენელებმა დაკარგეს თავიანთი ფლოტი, რამდენიმე ხომალდის დატოვების უფლება მისცეს მხოლოდ რომაელებმა, წაართვეს ფაქტობრივად ყველა საბრძოლო სპილო, ჯარის ყოლის უფლებას თითქმის დაკარგეს კართაგენელებმა, მხოლოდ მცირერიცხოვანი მცველების შენარჩუნება შეძლეს. ამავე დროს ყველა ტერიტორია, ყველა კოლონია გარდა თვითონ კართაგენისა, ან ჩრდილოეთ აფრიკისა
მათ გადასცეს რომაელებს. ფაქტობრივად მეორე პუნიკური ომის დამთავრებასთან ერთად კართაგენის ისტორიაც უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ რომაელებმა არ აიღეს მაშინ ეს ქალაქი და სხვადასხვა არც ისე მარტივი იყო კართაგენის განეიტრალება ამ დროს, იმიტომ რომ ეს საკმაოდ დიდი და ძლიერი ქალაქი იყო და ალბათ რომაელებმა არ ჩათვალეს მაშინ შესაძლებლად ის რომ მისთვის ალყა შემოერტყათ და აეღოთ მაშინ და შეიძლება დამატებით დაბრკოლებები გამოეწვია საბოლოოდ ამას, იმიტომ რომ როდესაც მართლა საბოლოოდ მესამე პუნიკური ომის დროს მას აიღებენ 1946 წელს ხო, მაშინაც კი გაუჭირდებათ რომაელებს ძალიან ამ ქალაქის დაკავება და ძალიან დიდი ხანი გაიწელება ეს ალყა, მიუხედავად იმისა, რომ კართაგენი ფაქტობრივად დასუსტებული, დაშლილი და არანაირი ძალის მქონე ამ დროს აღარ იყო. მეორე პუნიკური ომში გამარჯვებით რომი გახდა დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ჰეგემონი ძალა, აბსოლუტური ძალა, რომელიც აკონტროლებდა უკვე მთელ იტალიას, აკონტროლებდა სიცილიას, სარდინიას და კორსიკას, აკონტროლებდა ესპანეთის გარკვეულ ნაწილს, გარკვეულ სანაპირო ზოლს, რომელსაც შემდგომში დაიწყება ექსპანსია უფრო დასავლეთის მიმართულებით და ისინი რა თქმა უნდა უკვე აკონტროლებენ ყველა იმ მნიშვნელოვან სავაჭრო და ცენტრალურ ქალაქს, რომელიც დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში არსებობს. შესაბამისად, ეს სავაჭრო სისტემა, რომელიც აქ მოქმედებს, უკვე ფაქტობრივად კართაგენელებიდან გადაიბარეს რომაელებმა. პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეორე პუნიკური ომი შეიძლება არის დასაწყისი რომის იმპერიისა, ვინაიდან აი ამ დროიდან იწყებს რომი უკვე როგორც ასე დამყრობელი გამოსვლას და პროვინციების შექმნას, რასაც საბოლოოდ უკვე მეორე და 21 საუკუნეებში მოყვება იმ ხმელთაშუაზღვისპირული იმპერიის ჩამოყალიბება, რომელიც რომაელებს შემდგომში ჰქონდათ. კარგი, პირველი ეპიზოდი, პირველი ნაწილი ჩვენ დავამთავროთ მეორე პუნიკური ომით. ახლა შეგვიძლია მოусმინოთ კითხვებს და უპასუხოთ ამ თემაზე. გამარჯობა ნიკა, მადლობა რომ მოგესალმებით. ესე კულისებს მიღმიდან დავაკვირდე ესეთ საყარელ პოდკასტს და რამდენიმე კითხვა გამიჩნდა რა, რაც შენი საუბრე. პირველი აი ეს როდესაც რესპუბლიკური სისტემის მოწყობაზე საუბრობდი, ახსენე რომ აი ორ კონსულს ირჩევდნენ, ყოველ წლის გამოტოვებით ახლიდან ირჩევდნენ და აი რატო ხდებოდა რომ თქვა ეს კი გასაგებია რომ ძალაუფლების ის რომ არ მომხდარიყო გაშლა და გაფართოება თითოეულ კონსულის მხრიდან, მაგრამ აი რატო იყვნენ ისინი ორნი თუ შეგიძლია რომ აი მაგაზე რაღაც ცოტა უფრო ცლად. ხო, ეს საინტერესო ფენომენია, სხვადასხვა უმეტეს წილად დავაკვირდებით ჩვენ რომაელი კონსულების სხვადასხვა პერიოდის კონსულებს, აი მაგალითად იგივე ჰანიბალის პერიოდში, თუნდაც პუნიკური ომების დროს, უმეტესად ეს ორი ადამიანი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული იყო ხოლმე და სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფს წარმოადგენდა. რაც იწვევდა იმას, რომ მათ შორის არსებობდა ასთა სხვადასხვაობა, რაც საშუალებას არ აძლევდა თითოეულ მათგანს, რომ ზედმეტად აეშვა, ასე ვთქვათ, ძალაუფლებაში. ანუ მეორე აბალანსებდა იმას, თუ ერთი დაიწყებდა რაღაც გაძლიერებას, მეორე დააბალანსებდა მას აუცილებლად, მათ შეეძლოთ ასევე ერთმანეთის უფლებების შეზღუდვა ამ თვალსაჩინით, მაგრამ ამას ჰქონდა უარყოფითი მხარეც. ან რომაელები ფიქრობდნენ, რომ ყველაზე მთავარი იყო, რომ ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელში არ მომხდარიყო. მაგრამ ამავე დროს უარყოფითი მხარეც ჰქონდა. მაგალითად, გავიხსენოთ კანეს ბრძოლა, ხო? 2216 წელს, როდესაც ჰანიბალი ამარცხებს რომაელებს. მათ ყავდათ ორი კონსული, მეთაურებად, ლუციუს ემილიუს პაულუსი და ტერენციუს ვარონი და ორივე სხვადასხვა აზრზე იდგა, რამაც გამოიწვია ის, რომ ერთი დღით არმიას მეთაურობდა ვარონი, მეორე დღით ემილიუს პაულუსი და როგორც კი ვარონმა იხელთა დრო, მაშინვე შეებრძოლა ჰანიბალს, სადაც საერთოდ ძალიან მძიმე მარცხით დამთავრდა. საერთოდ არის ესეთი კარგი გამონათქვამი, ომში ერთი ცუდი გენერალი ორ კარგ ჯობიაო და მე მგონი აი რომაელებს აი ამ ბრძოლაში ყველაზე უკეთ შეესაბამება ეს გამონათქვამი. ასე რომ ეს იყო აი ორლესული מחვილივით იყო. ერთი მხრივ თითქოს დადებითი ქონდა ამას ის, რომ ძალაუფლებას ხელში ვერ იგდებდა ერთი კონკრეტული ადამიანი, მაგრამ მეორე მხრივ უარყოფითიც ქონდა ის, რომ ზოგჯერ საჭირო იყო ერთი გადაწყვეტილების მიღება, რასაც ვერ ახერხებდა ხოლმე ორი კონსული. კარგი, კიდე ერთ შეკითხვას გამიჩნდა. აი როგორ შეიძლება თქვა რომაელმა ლეგიონმა როგორ შეძლო აი შენახსენებამდე ეპირელები დაამარცხესო კართაგენის ვიცით რომ ძირთად ბერძნული სტილის შეიარაღებით იბრძოდა ფალანგებით იბრძოდნენ აი როგორ ახერხებდა იმ დროინდელი ყველაზე ძლიერი მანქანა სამხედროც იყო ეს ფალანგა ბერძნული მაგათ წინააღმდეგ რომაული ლეგიონი გამარჯვების მიღწევას. ხო, ეს ძალიან საინტერესო ფენომენია, იცი რა, ორივე ძალას, ლეგიონსაც და ფალანგასაც ჰქონდა თავისი უპირატესობები და სისუსტეები. ფალანგა ამ შემთხვევაში იყო უფრო სტატიკური წყობა, ის არ იყო მოძრავი, მანევრული, ის განსაზღვრული იყო იმის, რომ ბრძოლის ველზე შეექმნა ფარების და შუბების კედელი, რომელთაც მოწინააღმდეგე შეაჩერებდა, ხო? მაგრამ აი ლეგიონი მისგან განსხვავებით იყო უფრო მობილური, უფრო სწრაფი, პატარა რაზმებად იყოფოდა უფრო და შესაბამისად
რომელსაც შეეძლო მანევრირება ბრძოლის ველზე ძალიან თავისუფლად. მას არ ამძიმებდა 3 მეტრიანი სარისა ამ შემთხვევაში, რაც ჰქონდა იგივე ფალანგის. ამავე დროს ის იყო უფრო მრავალფეროვანი აღჭურვილობით წარმოდგენილი, იმიტომ რომ ლეგიონერი თან ძიმედ იყო აღჭურვილი, ანუ ჯაჭვის პერანგი იცავდა, მუზარადი დიდი ფარი ჰქონდა, ხო, ოვალური ფარი ჰქონდა, მახვილი ჰქონდა და ამავე დროს ჰქონდა სატყორცნი შუბები, რომლითაც დამატებით უპირატესობას იღებდა, ხო, მოწინააღმდეგის მიახლოებისას ისინი ისროდნენ ამ შუბებს და შესაბამისად მათ რიგებს ძალიან ათხელებდნენ ხოლმე ამით. აი ყველა ბრძოლაში, რომელშიც რომაელები შეხვდნენ ფალანგას ბრძოლის ველზე, თითქმის გაიმართა არათანაბარ ზედაპირზე. ანუ ამ შემთხვევაში ლანდშაფტ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. აი ჩვენ რომ ნახოთ რომაელების დაპირისპირება იგივე მაკედონელებთან, რომელიც ძალიან ძლიერები იყვნენ, მაშინდელ რომთაში და ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანაბარ ძალებით იყვნენ წარმოდგენილები. ყოველთვის როცა ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, რომის შეხვდა მათ ისეთ ლანდშაფტზე, რომელზეც ვერ გამოიყენებდნენ ფალანგას შესაბამისად. ამავე დროს რომაელებს ჰქონდათ უპირატესობა ის, რომ შეეძლოთ ფლანგებზე ემოქმედათ, შეეძლოთ ზურგში გასულიყვნენ, შეეძლოთ დაენაწილებინათ ეს თავიანთი ჯარი და მთელი ფრონტის გასწრო ემოძრავათ. რაც ფალანგას არ შეეძლო, იმიტომ რომ ის უნდა ერთი დიდი მყარი სხეული უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, აი ამ თვალსაჩინო ლეგიონს ჰქონდა მასე უპირატესობა, მაგრამ პირისპირ ბრძოლაში, როდესაც ლეგიონი ამ შემთხვევაში დაუპირისპირდა ფალანგას გაშლილ ველზე, ფალანგას ეკნებოდა მასთან აუცილებლად უპირატესობა. სხვადასხვა პერიოდში ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ეს არის გარკვეულწილად სამხედრო საქმის ევოლუციის გარკვეული ეტაპი. ანუ იმ ფალანგამ და იმ მანამდე არსებულმა სხვადასხვა სამხედრო წყობებმა, რაც არსებობდა, რომაელებმა თითქოს ყველაფერი მიიღეს მისგან და მერე შექმნეს იმისგან რაღაცა უნივერსალი, რომელიც შეეძლო მოქმედება ყველანაირ ასეთ სიტუაციაში. ანუ შუბიც ჰქონდა, ხმალიც ჰქონდა, მობილურიც იყო, სწრაფიც იყო, შეეძლო ფარების კედლის შექმნა, შეეძლო მანევრირება და ასე შემდეგ. ასე რომ აი მე ვფიქრობ, რომ უფრო აი მანევრირებისა და ლანდშაფტის ამბავი იყო ის, რომ რომაელებმა მარტივად შეძლეს განეიტრალებინათ ბერძნული ფალანგები ბრძოლის ველზე. და ამავე დროს, რა თქმა უნდა, мотиваციისა და იმ მილიტარისტული ბუნებისა, რომელიც რომაელებს ახასიათებდათ, რომელთაც აბსოლუტურად ყველა აღემატებოდნენ, როგორი აღჭურვილობისაც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი. აი და ერთი კითხვაც მექნება, მაშინ ჰანიბალზე საუბრობდი და ზოგადად ანუ ისტორიულ წყაროებშიც, თანამედროვე ისტორიოგრაფიაშიც გვხვდება ის საკითხი, რომ პოპულარულია ეს საკითხი, რომ ჰანიბალმა შეცდომა დაუშვა, რომ აი კანეს ბრძოლის მერე, სადაც აი უკვე მანამდეც რამდენიმე გამარჯვება ჰქონდა მას მოპოვებული გენერალურ ძალებში და აი კანეს ბრძოლის შემდეგ თითქოს ყველა ელოდებოდა, რომ რომზე წავიდოდა და მან ეს არ გააკეთა და მაგას თვლიან, რომ აი ჰანიბალმა აი აქ დაუშვა დიდი შეცდომა და ასე შემდეგ. რამდენად შეცდომა იყო ეს და რამდენად ჰქონდა რეალურად შანსი ჰანიბალს, რომ აი ეს ბიჭი გადაედგა. საერთოდ ეგრეთ წოდებული სავარძლის გენერლობა, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო კომფორტული არის, ვიდრე აღმოჩენილ სიტუაციაში, როგორც არის ადამიანი, ხო? ბევრჯერ აკრიტიკებენ ხოლმე ისე დიდ მხედართმთავრებს, რომ აი ამ დროს რატო გადაწყვიტა ასეთ, ხო? შეეძლო რომ ეს გაეკეთებინა, მაგრამ მის სიტუაციაში იმ დროს რომ ყოფილიყო ადამიანი, ალბათ შეიძლება სხვანაირად ეფიქრა და რატომ? ჯერ ეს ერთი ჰანიბალი ცნობიერებს, რომ ის ამარცხებს რომაელებს ტრებიასთან, ტრაზიმენთან ფაქტობრივად კანეზე არანაკლები კატასტროფა იყო რომაელებისთვის, კონსულის დაიღუპა ხო ფლამინიუსი. მაგრამ ხედავს, რომ რომაელები ახალ არმიას გზავნიან კიდევ მის წინააღმდეგ. ქალაქი რომი იმ დროისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მოზრდილი დიდი მრავალრიცხოვანი მოსახლეობით, კარგად დაცული კედლებით. ჰანიბალი არის მარტო იტალიაში, ხო? ის თქვათ შემოერტყა რომს. ჯერ ისეთი მისი არმია ამ დროს, რომელიც ბევრად მცირერიცხოვანი იყო გიო კანეს ბრძოლაში რომაელებთან შედარებით, არ იყო საკმარისი ალყის გასახორციელებლად. ანუ ქალაქს ჭირდებოდა ყველა მხრივ ბლოკადა, რომ შემდგომში ქალაქი დანებებულიყო. მეორეც მას ექნებოდა ზურგიდან თავდასხმის საფრთხე, იმიტომ რომ რომაელებს ყავდათ სხვა არმიებიც, რომლებიც გამნეული იყო მაგ პერიოდში იტალიაში. შესაბამისად, ჰანიბალმა გააცნობიერა ის, რომ მისი ძალები არ იქნებოდა და საკმარისი რომ ომი დაესრულებინა რომის აღებით ამ პერიოდში მას ჭირდებოდა სრული უპირატესობის მოპოვება რაც გულისხმობდა ის რომ რომის მოკავშირეები უნდა გავხდარიყვნენ მისი მოკავშირეები მას უნდა მიიღო დამატებითი ძალები კართაგენიდან და აი ამის შემდეგ კიდევ შეძლებელი იქნებოდა რომ ქალაქი საბოლოოდ ალყაში მოექცია და პრინციპში ის რომ ჰანიბალისადმი შიში შემდგომში რომში დარჩა დიდი ხნის მანძილზე და გამოჩნდა ესეთი გამონათქვამი ჰანიბალ ანტეპორტას ხო ანუ ჰანიბალი კარიბჭესთანაა ეს მიუთითებს იმაზე რომ რომში არსებობდა რეალურად ამისი შიში ანუ მათ კანეს ბრძოლის მერე თუნდაც გააცნობიერეს რომ ჰანიბალი უკვე ფაქტობრივად რომაული არმია ამ მომენტში მის წინააღმდეგ აღარ დგას. ახალი ჯარი არის შესაკრები და იმ შუალედში ჰანიბალს დიდი უპირატესობა აქვს მათზე, მაგრამ არც იმდენად რომ ქალაქი აიღოს. მიუხედავად ამისა, რომაელებს მუდმივად დარჩათ შიში, რომ აი ვიღაც იტალიაში შემოჭრილი მოწინააღმდეგე, ამ შემთხვევაში ჰანიბალი უფრო რაღაცა კოლექტიური სახე შეიძლება იყოს ყველა მათგანისა, ქალაქ რომს აიღებდა. შეიძლება მივაბათ ეს იგივე გალებისადმი არსებულ შიშს, რომელთაც თავზე
მართლა აიღეს რომი. ასე რომ მე ვფიქრობ რომ ჰანიბალმა ალბათ კარგად გათვალა მაშინ თავისი შანსები და იმის მიხედვით იმოქმედა და რა თქმა უნდა თანამედროვეობიდან არ უნდა შევეცადოთ რომ მისი გადაწყვეტილებები ისე მარტივად გავაკრიტიკოთ, იმიტომ რომ იქ უამრავი სხვადასხვა ფაქტორია, მათ შორის ლოგისტიკა, მომარაგება, ამ შემთხვევაში დამატებითი ძალების მიღება, მოკავშირეები და შემდეგ, რომელიც განაპირობებს იმას, რომ მან ვერ შეძლო თავის ზოზე რომის დაკავება. მადლობთ, შეგვიძლია დავამთავროთ ეს ეპიზოდი და გადავიდეთ შემდგომ ეპიზოდში, რომელზეც უკვე ვისაუბრებთ ძველი წლების მეორე საუკუნიდან დავიწყებთ.